ჩვენ 82 წელში მივიღეთ აქ ბინები. 83 წლის გაზაფხულიდან აქ იყო მთლად დაუსახლებელი, რომ იტყვიან, რომ არაფერი არ იყო. ქვეყანაზე ერთი ხეც რომ არ იდგა, არა. მოვინდომეთ, სამეზობლო იყო, კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ, თუ ვინც იყო, ყველას დაგვესაკუთრებია ნაკვეთები. ეს ნაკვეთები შვილო ვაქციეთ ოაზისებად. კი მესმის ახლა შემოვიდნენ ჩინელები, აქ დიდი ინვესტიცია ჩადებული. მაგრამ რატო დედა, რატო უნდა გაგვიფუჭდეს ჩვენის ბაღები? იმ ბაღებით ვისარგებლეთ ჩვენ მთელი 31 წელიწადი. დღეს ესე იგი გვეუბნებიან, რომ არაფერი აბსოლუტურად თქვენ არ გეკითხებათ, მოვალთ და დავანგრევთ ამ ბაღებს. ამ პროცესის საფარქვეშ არ უნდა დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების ინტერესები, იმ ადამიანების, რომელთაც აი ეს ტერიტორიები, მშვენიერი ბაღები, რომელიც აი აქ გვხვდება, მრავალი წლის, ზოგიერთ შემთხვევაში 10 წლების განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ და დღეს ემუქრება აი ამ ადგილებს მისაკუთრება აი ამ ასე ვთქვათ სამშენებლო პროცესის საფარქვეშ. ეს არის დაუშვებელი, ამიტომ საქართველოს მთავრობის, დედაქალაქის შესაბამისი ორგანოების, მოსახლეობის და მათ შორის ჩინური კომპანიის ასე ვთქვათ საერთო შეთანხმების შედეგად უნდა არსებობდეს გარკვეული კომპრომისი, რომელთაც ერთის მხრივ შეფერხება არ იქნება არც ოლიმპიური ასე ვთქვათ პროცესი და აი მსოფლიო მშენებლობის პროცესი ერთი და რაც თავარია არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები.